ის კი არ არის ახლო ღმერთთან, ვინც წინ დგას, საკურთხევლის წინ დგას და ასე ვთქვათ, თავაღერილი აბარებს ღმერთს ანგარიში იმის შესახებ, რამდენი რიტუალი შეასრულა და რამდენი სიკეთე ჩაედინა, არამედ ის დგას უფრო ახლო ღმერთთან, ვინც უკან არის, უკანანი იყვნენ წინ და წინანი უკან, ხო და თავ ჩაღუნული ინანიებს თავის ცოდნებს, ანუ უმზადებს ღმერთს მისასრულ გზას. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით არის ის ისტორია, როდესაც მონეტას მიუტანენ რომის იმპერატორის გამოსახულებით იესო ქრისტეს და იტყვიან, შეეკითხებიან, უნდა გადაიხადოს თუ არა გადასახადი ჭეშმარიტმა იუდეველმა. და ამაზე პასუხი გვაძლევს ზუსტ პოზიციას იმის შესახებ, როგორ ესმის ქრისტეს საერო და პოლიტიკური და ეკონომიკური სფერო რელიგიური სფეროსაგან. ესე იგი, ღმერთს უნდა მისცე ღვთის, ხოლო კეისარს კეისრის. რეალობა შემდეგ სრულიად იცვლება და ადგილებს უცვლის კეისარს და ღმერთს ქრისტიანობის ისტორიის განმავლობაში და ეს დღესაც პრობლემაა მათ შორის საქართველოში, მაგრამ არსებითი ტექსტი, რომელიც აი ამ გამიჯვნის ამ ორი განზომილების შესახებ გვეუბნება, სწორედ სახარებაშია.